სოფლელი ანუ მინდორში რო დადის. გამიგე? სოფლელი ქვია იმას, ვინ დადის მინდორში, მანქანით და ჩამოვა თბილისში და დასახლებულ პუნქტში, ლონდონში, პარიზში, დუშეთში, თელავში. უყურე, ჩემო კარგო. აი ეს ნიშანი არის ის ბევრმა და ეს გეუბნება შენ. წრიული მოძრაობა არის აქაო აუცილებელი, ხო, მიმთითებელია. ხო. მიგითითებს რომ წრიულად იმოძრავო. ესე იგი თუ შენო აპირებო მარცხნივ წასვლასო, აი კანონიერად წადი ესე. თუ შენო გადაიფიქრე და უნდა წამოხვიდე სახშიო, კანონიერად გაარტყი წრე და წამოდი უკან ესეო. ეს არის კანონიერი სიარული. ხო ჩვენთან ეს ჯიგიტები რას აკეთებენ, მინდვრის შოფრები. აი ხედავ რომ მოდის აი ეს კამაზი, აი აგე ის არის წერონისა და გორონის ის არის მოკლედ ლატაროტი გაქვს მანქანით. აი უყურე რას აკეთებს, აქედან ეს ჯიგიტები წკაპ შეაჭრა მარცხნივ. წკაპ დაბრუნდა აი აქვე, გესმის? აი ეს იწევს ავარიას. ხო. ხოდა ეს აქ კაცო გასაჭრობად ხო არ არის ეს ნიშანი, ხო უნდა დაემორჩილო შენ, ჩვენ ვიღაცა. ინსპექტორმა იციან ხოლმე ის ნიშანი გასაჭრობად ხო არ კიდიაო. ესე რა რაღაცას გეტყვის ის. ხოდა ეს აუცილებელს ხდის გინდა თუ არა ამ რევერანსით ამ იმას თუ მიდიხარ მარჯვნივ კი ბატონო წადი მარჯვნივ. აღინა მე გაუკვირდა. ესე იგი არავითარ შემთხვევაში მოკლეზე მოჭრა და ქართული ჯიგრული ფონტები და ამბავი. კანონია. всё.